ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ასასინები. საქართველო, მეფე დემეტრე პირველის მეფობის პერიოდი. 1139 წლის გაზაფხულზე თბილისი გაუგონარმა მკვლელობამ შეძრა. დღისით ხალხ მრავალ ადგილას ყველას თვალწინ მოკლეს თბილისის ყადი, მუსლიმური თემის უმაღლესი მოსამართლე. მკვლელობაში მხილებული იბრაჰიმ დამღანი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა. იგი გუშაგებმა შეიპყრეს და დილეგში დაამწყვდიეს. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ საქმე უბრალო დანაშაულს არ ეხებოდა. იგი ეკუთვნოდა ისმაილით და რადიკალურ მიმდინარეობას, ჯგუფს, რომელიც აღმოსავლეთში უკვე შიშის სახელით იყო ცნობილი. ეს ჯგუფი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ასასინთა ორდენია. მკვლელობის მიზეზად შურისძიება დასახელდა, ვინაიდან ყადის მიერ რამდენიმე ისმალიტისთვის გამოტანილმა სასიკვდილო განაჩენმა ორდენის რისხვა გამოიწვია. ასასინთა ორდენი წარმოადგენდა ისლამის წიაღში აღმოცენებულ რადიკალურ სექტას, რომელიც სუნიტებისა და შიიტებისგან ფუნდამენტური დოგმატებითა და უკიდურესი ფანატიზმით განსხვავდებოდა. ისმალიტური მოძღვრება ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში გაჩნდა და თანდათანობით მოიკიდა ფეხი ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ვრცელ ტერიტორიებზე, ეგვიპტეში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, სირიასა და ინდოეთში. თუმცა ორდენის ისტორიაში რეალური გარდატეხა 1090 წელს მოხდა. სწორედ ამ დროს მათმა ლეგენდარულმა ლიდერმა ჰასან იბნ საბაჰმა מחვილ გონივრული მანევრით მოახერხა ალა-მუთის მიუვალი ციხის დაუფლება, რომელიც შემდგომში ისმაილითთა სახელმწიფოს აუღებელ ცენტრად იქცა. ასასინთა გავლენა ელვისებურად გავრცელდა. მალე მათ ხელში გადავიდა ირანისა და სირიის 50-მდე სტრატეგიული ციხესიმაგრე. საგულისხმოა, რომ ისპაჰანის მოსახლეობაც კი იძულებული იყო მათთვის ხარკი ეხადა, რის შედეგადაც ორდენის ხელში უზარმაზარი ფინანსური რესურსი აღმოჩნდა. თუმცა ისმალიტთა ძალაუფლება არა ოქროში, არამედ იმ ძლავ ტერორისტულ მექანიზმში მდგომარეობდა, რომელიც მათ სელჩუკთა იმპერიასთან დაპირისპირებისას სრულყვეს. მუსლიმური სამყაროს მიერ მულიდებად ანუ მწვალებლებად წოდებულმა ისმალიტებმა სელჩუკთა მასშტაბურ სამხედრო ძალას ინდივიდუალური, წერტილოვანი ტერორით უპასუხეს. მათ კაცისკლა სახელმწიფო რანგში აიყვანეს. ორდენის ხერხემალს პროფესიონალი მკვლელები წარმოადგენდნენ, რომელთაც მოზარდობიდანვე წვრთნიდნენ სპეციალური მკაცრი სისტემით. მათ ასწავლიდნენ არამხოლოდ იარაღის ხმარებას, არამედ წარმოუდგენელ ამტანობასა და შენიღბვის ხელოვნებას. გამოწვრთნილი ასასინისთვის არ არსებობდა ბარიერი, რომელიც მას დავალების შესრულებაში დააბრკოლებდა. ასასინს შეეძლო სრულყოფილად ეთამაშა სწავლულის, ვაჭრის, ქრისტიანი ბერისა თუ მათხოვრის როლი, რათა მსხვერპლის უშუალო გარემოცვაში შეეღწია. მათ განათლებაზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ. ასასინები ფლობდნენ სპარსულ, თურქულ, არაბულ, ებრაულ, ბერძნულ და ქართულ ენებს, რაც მათ მთელს მსოფლიოში თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა. განსაკუთრებით საინტერესოა ჰაშიშისა და ასასინების კავშირი. ახალგაზრდა მეომრებს ნარკოტიკული საშუალებით აბრუებდნენ, რათა მათთვის ხელოვნური სამოთხის ილუზია შეექმნათ. ამგვარად ასასინს სჯეროდა, რომ სიკვდილის შემდეგ პირდაპირ მაჰმადიანურ სამოთხეში მოხვდებოდა, რაც განაპირობებდა მათ წარმოუდგენელ შეუპოვრობასა და გულგრილობას საკუთარი სიცოცხლის მიმართ. 12 წლიანი მომზადების შემდეგ ისინი ყალიბდებოდნენ ფიდაებად, ანუ შეწირულებად, რომლებიც ბელადის ყოველ სიტყვას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
ასასინთა ტერაქტებს უნიკალური ხელწერა ჰქონდა. მკვლელობა აუცილებლად საჯაროდ უნდა მომხდარიყო, რათა საზოგადოებაში შიში დაეთესათ. ისინი იყენებდნენ მხოლოდ ბასყ იარაღს, უმეტესად ხანჯალს და პრინციპულად უარყოფდნენ საწამლოს. ოპერაციის დროს ფიდაები ორ ჯგუფად, მკვლელებად და მეთვალყურეებად იყოფოდნენ. მეთვალყურეებს ევალებოდათ დადასტურება, რომ განაჩენი აღსრულდა. მათი მოქმედების არეალი პარიზიდან თბილისამდე და კაიროდან ბაღდადამდე ვრცელდებოდა. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიცაა სელჩუკთა უპირველესი ვაზირი ნიზამ ალ-მულკი, ჯვაროსანი მარკის მონფერატი და დიდი მონღოლი ნოინი ჩაღატა. მათ იერიშები მიიტანეს თვით ეგვიპტის დიდ სულთან სალადინსა და სელჯუკიანთა სულთან ბარქიაროგზეც, თუმცა ამ შემთხვევაში წარუმატებლად. მათი არსებობის პერიოდში ასასინებმა 8 ხელმწიფე და 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე გამოასალმეს სიცოცხლეს. ქართული ისტორიული წყაროები მათ მიპარვით მკვლელებს უწოდებდნენ. ფანატიზმის მაგალითს თავად ლიდერები იძლეოდნენ. ჰასან იბნ საბაჰმა საკუთარი 2 ვაჟიც კი დასაჯა სიკვდილით, რადგან მათ მართლმორწმუნეობაში ეჭვი შეიტანა. მიუხედავად მათი ძლიერებისა, ასასინთა ეპოქა 1246 წელს დასრულდა, როდესაც მონღოლთა ურდუებმა ჰულაგუ ხანის მეთაურობით ალამუთის ციხესიმაგრე აიღეს და მიწასთან გაასწორეს. საინტერესოა, რომ ალყის დროს მონღოლთა ჯარში ქართველებიც იყვნენ. ციხესიმაგრის აღება არ ნიშნავდა ასასინთა მყისიერ დანებებას. გადარჩენილებმა შურისძიება გადაწყვიტეს. ერთ-ერთმა ასასინმა წარმოუდგენელი სიმამაცითა და მოხერხებულობით მოახერხა მონღოლთა ბანაკში შეღწევა და სიცოცხლეც გამოასალმა გავლენიანი მხედართმთავარი ჩაღატა ნოინი. ჟამთაღწერელის ცნობით, თავდაპირველად მონღოლებმა მკვლელობაში ქართველებს დასდეს ბრალი და მათი ამოხოცვა გადაწყვიტეს. მაგრამ სწორედ ამ დროს წინ გამოვიდა კაცი, რომელმაც სისხლიანი ხანჯალი აღმართა და საჯაროდ აღიარა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა თანამოძმეთა შურისძიების მიზნით. ამ აღიარებამ ქართველები გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინა. იმ დღიდან ასასინთა ორდენი, როგორც მძლავრი პოლიტიკური სამხედრო ორგანიზაცია, ისტორიის კუთვნილება გახდა. თუმცა მათმა მეთოდებმა და სახელებმა საუკუნეებს გაუძლო.